ერთი მოვიდა და ვაქე რა კაი გოგოა მეთქი და ეს რა კარგი ყოფილაო და გათხოვდა. მეორე მოვიყვანე ეს რა კარგი ყოფილაო და ისიც გათხოვდა. ერთი მე ვთქვი არავინ არ წაიყვანს მეთქი და ხაშვრიდან მოვიყვანე ერთი პენსიონერი. ის პენსიონერს ვაქე ისა ანი და ის პენსიონერიც გათხოვდა და უყურე როგორ არის 22 წლის ადრეა გათხოვება. გაიგე? ამიტომ ხელშეკრულება უნდა გავუკეთო რომ 4 წლის განმავლობაში თუ გათხოვდება, მაინც აქ იმუშავებს. ხო ესეა? კი ბატონო. მოგესალმებით, ბიჭებო, მოგესალმებით. ყურებლები ყავთ თქვენ, ხო? და ვინ ხართ თქვენ ახლა, რომ გავაცნოთ? გაყიდვების მენეჯერები ხართ თქვენ. მათე მოტორსის გაყიდვების მენეჯერები, რომლებიც ბლატაობთ, რომ მაგრები ხართ. ბევრს ყიდით და მაგრად მუშაობთ. კარგი. გიო, ცოტა მოიწიე ეს ავტომობილები ვაჩვენოთ მოსახლეობას და ვიწყოთ განხილვა. აი უყურეთ როგორ არის. დღეს საქართველოში ყოველ მეორეს შემოყავს ელექტროავტომობილი. საქართველოში დღეს თუ ვინმეს ელექტრომობილის ყიდვა უნდა და მერე მისი მომსახურეობა სად არის? სად შეიძლება ეს იყოს დღეს? ჩვენ ხო ვიცით ბაზარი. ბაზარი შესწავლილი გვაქვს, ხო? და მერე მოდიან ადამიანები და იძახიან, რომ იქ არ ვარგა, აქ ვარგა. მე ჩვენ ვიცით სად ვარგა და სად არა. მაგრამ ჩვენ ამ წუთავს საუბრობთ ელექტრომობილებზე. ეს არის მაინც უკვე დღევანდელი დღე. გუშინ ჩვენ ვიძახოდით, რომ ეს არის ხვალინდელი დღე. ეს უკვე არის დღევანდელი დღე. და თუ ვინმეს დღეს უნდა დაუშვათ ოჯახისთვის ავტომობილი, ჩვენ დღეს იმიტომ ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ საოჯახო ავტომობილი შემოვიყვანეთ, რომელიც შემოგვყავდა, მაგრამ უკვე შემოვიყვანეთ 26 წლის მოდელი, ხო? და რამდენს გადის? ფონჩებზეა საუბარი. ფონჩი ელექტრო EQM 5 პლუს ვერსიები, მაქსიმალური კომპლექტაციები, რომელიც არის უკვე 610 კილომეტრი გამავლობით. მაქსიმალური გამავლობა 610 კილომეტრი რესურსი. და ახლა შევადაროთ ეს ავტომობილი ნებისმიერ ავტომობილს, აი მაგალითად სამუშაოდ, ოჯახისთვის. აი ჩვენ მაინც ვაწვევით ტაქსი, ხო? ტაქსის ავტომობილებისთვის. დღეს ჩვენ ყავს აზერბაიჯანში 70% აი ეს ავტომობილია ტაქსი. რატომ? ეს არის ბიზნეს კლასის ტაქსი. თუ შენ აი ესეთი გინდა გიბრიდი, მაშინ გიბრიდი ბენზინს ჩვენ ვიცი რამდენ წვავს. მე გეუბნებით გიბრიდი 7, 8, 9, 10 ლიტრად წვავს, ხო? და შენ როცა ეკონომიური მანქანა გინდა, ეკონომიური და ფული შოვნა თუ გინდა, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, ხო? დიახ. ერთი დამუხტვა ამ ავტომობილის სახლის პირობებში ჯდება დაახლოებით 10-12 ლარი. და როგორც წეგან ვახსენეთ, 600 კილომეტრი შეგვიძლია დავფაროთ ამ ავტომობილებით. 10 ლარად 600 კილომეტრი ძალიან კარგი შედეგია. შენი ეს ავტომობილები და რაც საწყობში გვაქვს ავტომობილები ყველა არის 610 კილომეტრიანი რესურსი. აი უყურე. ჩვენ ჩემი მანქანით ერთი დავბრენდეთ და ჩვენ ქუთაისში ჩავედით და თბილისში ჩვეულებრივად ჩამოვედით. უყურეთ. ერთ ქუთაისშიც კარგად ვიარეთ, აი ისტორი ხარ. წყალტუბოშიც ვიყავით. წყალტუბოშიც გავიარეთ. კი ბატონო, ქუთაისში ჩავედით, წყალტუბოში კრუგი დავარტყით. და თბილისშიც ჩამოვედით, ხო? და კიდევ იყო დარჩენილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გზა როგორც დამთავრდება, ეს ავტომობილი ბათუმში ჩავა და ჩამოვა. როცა გზა უკვე დამთავრდება, ხო? დიახ. მოდი. ყველას უთხრათ ტაქსის მძღოლს. უყურე როგორი სიტუაციაა. ჩვენ ხელს გვიშლის, ჯერ არ ვიტყვით კიდე ვინ, თქვათ, ხელს რატო გვიშლიან? იმიტომ რომ ეს ტაქსის მძღოლები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც პურის ფულს შოულობენ და სტუდენტის შვილები ყავთ და აქ წვალობენ. და არის ჩვენ არ ვიტყვით ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურაში, რომლებსაც უნდა თუ აიღეს თუ რა არის, არ ვიცი მონოპოლია ამ მანქანების და ატენიან ძალით ტაქსის ატეკებს. ატეკა რასაც ერქვა, ხო, ბაბუაშენის დროს. დიახ. აქედან გამომდინარე, კოტე, რამდენ პროცენტად ფული, რამდენი პროცენტია? 30.
ვითომ ლიზინგის წესით და 30% უნდა გადაიხადოს ახლა ტაქსი მძღოლმა და ბატონო გელა, მე მქონდა ზუსტად დღეს ეს შემთხვევა თქვენთვისაც არ მithქვამს, იყო ერთი ტაქსის მძღოლი მოსული და 3%-ად წერია Facebook-ზე პოსტი, რომ 3%-ად არის ავტოგანვადება. უბრალოდ დაურეკე, მაინტერესებდა რა ეწერა, რისი 3% იყო ეს. დაურეკეთ ავტო ლიზინგში, როგორც თქვენ აღნიშნეთ და სპიქერზე მქონდა ჩართული და მოვასვენე ტაქსის მძღოლსაც უშუალოდ იმ ხალის საუბარი. 40% თქვეს, 80% სრული დაფინანსება ავტომობილზე და წლიური 40%. მე ვუთხარი რომ 3%-ად არისო და გახარებული იყო ტაქსის მძღოლი რომ ავიყვანო ავტომობილზე. მე მინდა არის სიმართლე რეალური. აი უყურე. მე ამიტომ მინდა უთხრა. ჩვენ ვიტყვით ხვალ ზეგ, ვინ ატყუებს და როგორ ატყუებენ ადამიანებს და მე გული აუცრუდებათ და ტაქსებს სტოვებენ. მე თვითონ ატეკა თუ რაც ქვია, ხო? მაგასაც პრობლემა ექნება და მძღოლსაც პრობლემა ექნება. ამიტომ მე მინდა უთხრა, ესეთია ქვეყანა აწყობილი და რა გინდა როქნათ. მე მინდა უთხრა ტაქსის მძღოლებს. თითქმის ყველა ჩემი მეგობარია და ნაცნობია. უყურე როგორ არის. რაღაცა უნდა მოიფიქროთ, რომ რაღაც იაფიანი სესხი სადმე მოიძებნოს, ხო? ვიდრე ლიზინგით ესე გააკეთო, ხო? ამას ლიზინგით ჯობია რომ პირდაპირ განვადება გააკეთო ავტომობილზე, ხო? დიახ, თან ჩვენ ძალიან კარგ პროცენტში ვაკეთებთ. ჩვენ ისეთ რაც შესაძლებელია, იმ პროცენტად გავუკეთებთ, აი მინიმუმამდე რაც შესაძლებელია და ხვალ ზეგ თუ არ გაჩერდება ის ადამიანები, რომლებიც ესე ტაქსის მძღოლებს და იმ ატეკა თუ რა ქვია, ტაქსოპარკებს ატყაებენ, ჩვენ ვიტყვით, რომ ვინ არის ეს ადამიანი. ვინაიდან ესე გაგრძელება არ შეიძლება. უყურეთ, კიდე გეუბნებით, ტაქსის მძღოლები არიან ადამიანები, რომლებიც პურის ფულს შეულობენ, რომ თავიანთი ოჯახი და სტუდენტები არჩინონ. და ახლა შენ 30%-ს რო ეუნები, მე ვერ იმუშავებს, ხო, აბა რა იქნება? თან ეს ავტომობილი არის დღეს ტაქსისთვის ზედ გამოჭრილი. მოდი, ლუკა და ჩვენი ახალი თანამშრომელი? რა ქვია? ანი. ანი? დიახ. არ მითხრა, ახლა ესეც ხაშურელიაო. ბატონო გელა, CV-ში სხვანაირად უწერია, არ არის ხაშური და. შალვა. დიახ. ხაშურია? ხაშურიდან არის ესეც? გადაამოწმე, ხო? მე არ ვამბობ ხაშური ცუდი აქვს, ხო, მომენტია რაღაცა და ამიტომ ამბობ, რომ ვენაცვალე ხაშულებს, ჩემი ძმები და ძმაკაცები არიან, უბრალოდ რაღაცა იუმორია. ლუკას თხო წამოწიოს ავტომობილი და მოდი განვიხილოთ შალვა დღეს ეს ავტომობილი. კოტე, მოდი აქ. რა არის რაღაც ხასიათზე არ ხარ? დღესში უნდა გაყიდო 4-5 მანქანა, დღეს გაყიდე 2. და ამიტომ ხასიათზე არ ხარ. აი შეხედეთ. პროსტო აი შეხედეთ, თელმა საქართველოს გააჩერე, თელმა საქართველოს მინდა ნახოს თუ ეს რა დონის ავტომობილია და ჩვენი ლუკა და საქალბატონი ანი ჩამოვიდა საიდან? მოდიანა. დუბაიდან. დუბაიდან ჩამოხვედით, ხო? არა ხაშურიდან. არა, ხაშურიდან ჩამოვიდა დუბაიდან. ლუკა, მოდი. დუბაიდან ჩამოხვედით. და ესეთი გოგო საიდან მოიყვანე? ბიჭო, საიდან? აეროპორტიდან თუ დუბაიდან? დუბაიდან მოიყვანე, დუბაიდან. მოდი, ანი, ეს ავტომობილი არის ჩვენი ბრენდი ქვია, ხო? ჩვენ ვყიდით ამ ავტომობილებს აი ტაქსის მძღოლებზე. და მოდი, ჩვენ დავიწყოთ. აი ეს ავტომობილი არის საუკეთესო ვარიანტი პატრულის ავტომობილებისთვის, ვინაიდან 600 კმ-ს გადის და მე ამას ხვალ შევთავაზებ და ზეგ პატრულს. იმიტომ რომ ჩვენ ეს ყავს დიდი რაოდენობით, თეთრი და შავი და თუ პატრულმა ეს ავტომობილი შეიძინა, ჩათვალე 80% უფრო ეკონომიურად ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა. ეკონომიურიც იქნება, ეკოლოგიურიც იქნება და ახალი ავტომობილი ეყოლება და ის ჯართი, რომელიც ბევრი ჯართი ავტომობილი ყავთ, ის არის შესაძლებელი. ეს არის ელექტროავტომობილი და ვერ გაასწრებს ვერავინ ამ ავტომობილს თუ სისტრაფეზეა საუბარი. მოდი,
Ani, თქვენ ჩამოხვედით დუბაიდან. ლუკა, ჩამოხვედით დუბაიდან. თან Ani არის ჩვენი Ani გავუშვი ჩვენ დუბაიში, ხო? ჩვენს ცენტრში პრაქტიკა გაიარა. მარტო ლამაზი კი არ არის. ჭკვიანია, გაიგე? გიო, მარტო ლამაზი კი არ არის, ჭკვიანია. აი, რატომ ღებულობთ ჩვენ აი ესეთ ახალგაზრდებს? Ani რამდენი წლის ხარ? აი, უყურე, 22 წლისაა. 4 ენაზე საუბრობს. კომპიუტერის მთელი სისტემა იცის. დიახ. მოდელია. ავტომობილების ზეპირად იცის ყველა ნაირი ავტომობილი, ხო? დიახ. ჭკვიანია, კარგი გოგოა და ჩვეულებრივად თქვენთან ამ გუნდთან ჩვეულებრივად იმუშავებს, ხო? მანქანებსაც გააპიარებს. ჩვენ გვინდა ახალგაზრდა თაობას შანსი მივცეთ, რომ გააღე ლუკა, მე გაგიღო ახლა ბაგაჟნიკი. შენ იგულაო დუბაიში და მე ბაგაჟნიკი გაგიღო. თან როგორც ვიცით, ანა იყო შოპინგზე. ხო. იშოპინგა ანი. შოპინგე? დიახ. დუბაი მოლში, ხო? დუბაი მოლში შოპინგი. ახლა მოდით ბიჭებო. ჩანთებით. აი ეს აჩვენეთ. კოტე, მოდი. სად არის ბიჭო? მოდი სხვა. მოდი აქ ჭამა იცოდი მარტო იქა. კაცმა რა გითხრა? რეკლამა გამიკეთეო და მეორეჯერაც უფლოდ გაჭმეო, არ გითხრა? ჰა? რა კომპანია ლუკა? სად არის? საფეხალაში, ჩაკუში. ჩაკუში, ხო? აი ეს რესტორანი. არის ბუმბა რესტორანი. აი მე არ ვიცი, მე არ ვიცოდი ეს რესტორანი და მე პატრონი არის ბატონი გოჩა. გოჩა არის კაცი, რომელიც არის აი ღმერთისგან დაჯილდოებული რატომ ანი? ცოლი იქ მუშაობს. შვილიც იქ მუშაობს და თვითონ ამოდენა რესტორანი აქვს და თვითონ ამარაგებს. და მე არ ვიცი ესეთი მაგარი რესტორანი. და როცა ცოლს მოიყვან, მე მოგცემ 3 დღიან საგზურს. 3 დღიან საგზურს მოგცემ, რომ ამ რესტორანში იარო. ახლა ჩაიბარე ლუკა ეს შენ. ახლა ანი თქვენ ჩამოხვედით დუბაიდან და აეროპორტში თქვა დახვდათ ავტომობილი და ბევრი სუნკები რა, ხელბარგი გაქვთ. აი დათო ეს ზუსტად ეს ავტომობილი სახელმწიფომ ტაქსისთვის გაუშვა და პატრულის მანქანებისთვის. უკეთესი არ არსებობს დღეს დედამიწის ზურგზე აი ამ საქმისთვის და ფასი აქვს $19,900 $19,900 ეკვივალენტი ლარში, ვინაიდან არის სხვა მოდელი უკვე 26 წლის მოდელი. მოდი, ჩამოიტანე ერთი სუნკა. აი ეს ერთი. ზურგჩანთა. მოდი, მოიციეთ აქეთ კაცო. ეს მეორე ზურგჩანთა. მეორე მიეცი. აი უყურეთ. მესამე ერთი ძალიან დიდი ზომის ჩანთა, როგორც ხედავთ. მეოთხე ეს ბავშვის ჩანთა, როგორც არის. დავთვალოთ აბა ბატონო გელარანი. და უყურე, მოიტანე. და აი აქ ერთი ლუკა კიდე ჩაიტეოდა, ხო? არა, არ ჩაიტეოდა, ერთი ლუკა კიდევ ჩაიტეოდა. აი ეს არავინ არ თქვას, რომ არ არის საუკეთესო ძალიან დიდი და ტევადი საბარგული საქმისთვის, ხო? მოდი ეს დახურე დათო. ეს ხარ გინდით. დახურე. აი უყურე. ახლა ეს შენ გააღე ეს ბაგაჟნიკი. უყურე მე რას გეუნები, ყველა ტაქსის მძღოლმა იცის. პირველი პრობლემა რაც არის ტაქსისტვის, მაგი მინდა გასწავლო. ტაქსისტის მძღოლმა ყველა მიცის. აი აქიდან იქამდე გაზომე სანტიმეტრი როგორც ხედავთ. მეტრა 5. აი უყურე. კიდე მეტი, ხო? დიახ. აი მეტრა 5 არის ესე, ხო? სიგრძე. სიგრძე. აი ესე ნახე. ას 40 სანტიმეტრი. მეტრა 5 140 სანტიმეტრზე. ანი, უყურე ეს რას ნიშნავს? შენ მოსწავლე ხარ ახლა დათოსი. შენ და შენ როგორ მოხვედი? ხო როგორ ისწავლე?
ახლა უფრო ჩქარა მოდიხარ, უფრო დიდხანს რჩები, იმიტომ რომ უკვე შენ პროფესიონალი ხარ, ხო? უკვე შენ თვითონ სხვას არ უშვებ, შენ თვითონ ელაპარაკები მომხმარებელს, ხო? ანი მოდელია. გამიგე? და ანის უნდა რომ მანქანები აპიაროს. ანი და შენ ერთად უნდა იყოთ ერთ კაბინეტში და დათო. ამიტომ ანი არის ჩვენი ოჯახის წევრი, 22 წლის გოგოა და მომხმარებელი რომოვა, რუსული გინდა, ქართული გინდა, მეგრული გინდა, სომხური გინდა, აზერბაიჯანული გინდა, ანი ყველა ენაზე დაელაპარაკება და ეს პრობლემაც იქნება მოხსნილი. მოგბრძანდით ანი? მოდით ბიჭებო. გადავინაცვლოთ. აი ახლა ტაქსისტვის მთავარი მომენტი. მოდით, მოყურე. ლუკა, ჩვენ ხო შენ გასტავლეთ, აიყურე. მოდით ბიჭებო, ტაქსისტვის მთავარი დღეს. აი, გაზომე რამდენია? ეს უკვე არის ახალი მოდელი. მეტრა 20, ხო? დიახ. მეტრა 20. ლუკა, გააღე. კარგი, შალვა მოდი ერთ წუთი. ახლა შალვას ხო ხედავთ? ეს ერთ დროს მაკდონალდსის მთავარი მენეჯერი იყო, თორე შალვას ბრალი კი არ არის ეს. მაკდონალდსის მთავარი მენეჯერი იყო და მაკდონალდსმა გაასუქა. შალვა, ახლა ჩაჯექიება და თავისუფლად უჯდები. მოწიეთ? აი შეხედეთ. აი ანახეთ წინ ტერიტორია. შეხედე. აი წინ ტერიტორია, აი ესაა მთავარი. ადამიანი ზის და კიდე აქვს ადგილი, ხო? ხო შალვა? ნამდვილად. ჩამოდი. значит, ესეა. ეს ძალიან კარგია, ხო? შალვა, მეტრა 20 ეს არის ძალიან მაგარი. ამას ეძახიან გიო, ამას ეძახიან ბიზნეს კლასის ავტომობილს. Long version არის ეს. Long version. ახლა ანი მე უნდა გასწავლო ყველაფერი, რომ შენ კლიენტთან საუბარი არ გაგიჭირდეს. ყველაფერი უნდა ისწავლო. შენი დღეს პირველი დღეა. სილამაზე კარგია. ხო? მაგრამ ავტომობილის ტარება კარგად იცი. ენები იცი, ახლა უნდა დაარწმუნო შენ ლუკა რატომ იყიდოს ეს ავტომობილი, ხო? და ამაზე უნდა ვიმუშაოთ უკვე ხვალიდან. და ერთ თვეში შენც იგივე პროფესიონალი იქნები. უყურე. ახლა გაზომე, მთავარი რაც არის ტაქსის მძღოლებისთვის. არ იყოს ავტომობილი დაბალი. დაბალი. მოდი გიო, აი ეს ნახე. 25 სანტიმეტრი. გიო, უყურე, 25 სანტიმეტრი. უყურე, ეს რას ნიშნავს? მოდი. ლუკა, ეს რას ნიშნავს? აი ქვა რო ეგდოს. და ეს თუ შიტოკთან არის 25 სანტიმეტრი, თუ ქვა იქნება 15 სანტიმეტრიანი, ჩვეულებრივად გადაივლის. მაგრამ 20-იანზე ვერ გადაივლის, იმიტომ რომ გააფუჭებს ქვევით რაღაცებს, ხო? აქედან გამომდინარე, ანი ყველას უნდა ავტომობილი ცოტა მაღალი იყოს. არის ავტომობილი ძალიან დაბალია და ამიტომ ტაქსის მძღოლებს არ უნდა. საქართველოს. ახლა მოდი, შიგნით რა ხდება დათო? აი ეს არის, რასაც ეძახიან full option-ი, თავისი ტელეფონის დამტენი, კლიმატ კონტროლი, კონდიციონერი, განათება, ტელეფონის დამტენი და რამე თუ არსებობს ყველაფერი აქვს, ხო? დიახ. ტყავი, მე რას დაამატებდი? ტყავის სავარძლები, სავარძლის ვენტილაცია, აქვს უკანა ხედვის კამერა, რაც მძღოლისთვის ძალიან კომფორტულია, იმისათვის რომ კარგად იმოძრაოს. რა თქმა უნდა, Bluetooth-ი, რადიო, რუსული, ინგლისური ენა, რაც თავისთავად ძალიან კომფორტულია მძღოლისთვის. ის რომ აქვს ძალიან სქელი შუშები, ეგ ძალიან მომწონს მე პირადად ამ ავტომობილში ორმაგი შუშები. შუშა აქ ესა ფერადი, სკელი და კონდიცირება აქ რაღაცა სასწაული. სიჩქარე სასწაული. ერთი სიტყვით, ამაზე უკეთესი ავტომობილი ეს არის სახელმწიფო ბრენდი. და ახლა მთავარი, ხო? ანი, მოდი. აგერ მოგზანდით. უყურეთ, ბიჭებო. ანი არის მოდელი. და არის ფოტომოდელი. უყურე. და ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან ჭკვიანი გოგოა.
შენ ვინ ხარ აქ იურისტი ხო? ერთი მოვიდა და ვაქერა, კაი გოგოა მეთქი და ეს რა კარგი ყოფილაო და გათხოვდა. მეორე მოვიყვანე, ეს რა კარგი ყოფილაო და ისიც გათხოვდა. ერთი მე ვთქვი, არავინ არ წაიყვანს მეთქი და ხაშვრიდან მოვიყვანე ერთი პენსიონერი. ის პენსიონერს ვაქევე ისა ანი და ის პენსიონერიც გათხოვდა და უყურე როგორ არის 22 წლის ადრეა გათხოვება. გაიგე? ამიტომ ხელშეკრულება უნდა გავუკეთო, რომ 4 წლის განმავლობაში თუ გათხოვდება, მაინც აქ იმუშავებს. ხო ესეა? კი ბატონო. მოდი, მოკლედ გილოცავთ, ძალიან კარგი გოგო ხარ, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ბიჭებთან ესენი არიან უბრალოდ მათი მოტორსის წინა განყოფილება, რომლებიც ავტომობილებზე მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამათთან არასდროს პრობლემა არ გექნება, იმიტომ რომ ესენი არიან შენი ძმები და შენი ტოლები არიან და მე კიდე აქ ვარ და თუ რამე პრობლემა გექნება, პირდაპირ ლუკასთან უნდა იჩივლო. სურვებ წარმატებას, ვინც ჩვენგან ავტომობილი შეიძინა, ყველას ულოცავ შენაძენს და ყველა არის კმაყოფილი. მომავალშიც ვინც შეიძენს, მაქსიმუმ დავეხმარებით ამ ბანკთანაც და საერთოდ და რა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კმაყოფილი იყოს და ჯერ უკმაყოფილო თანამშრომელი ჩვენ არ ყავთ. ახლა გამოაცხადე ამ ავტომობილის 26 წლის მოდელის ფასი, რომელიც არის 610 კილომეტრიანი. ამბაჟებით. ავტომობილი, რომელიც გადის 610 კილომეტრს, მაქსიმალური კომპლექტაცია ღირს $19,900. ყავს შედარებით დაბალი კომპლექტაციებიც, თუ სურვილი გაქვთ, ფასებიც არის კომპლექტაციის მიხედვით. რომელი რა ფასიდან იწყება? იწყება $16,900-დან 460-იანი არის $17,900-დან 500 კილომეტრიანი რესურსით და არის 610 კილომეტრიანი რესურსით მაქსიმალური კომპლექტაცია $19,900. დათო, მათე მოტორს ხაუმარ! ჯოს! ხაუმარ! ჯოს! ხაუმარ! ჯოს!